მოკლედ დღეს მინდა მეგობრებო გაჩვენოთ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბული უბანი ბანგკოკის. შემდეგ უკვე როცა დაღამდება, მინდა გაჩვენოთ ბანგკოკის ეგრეთ წოდებული წითელი ფარნების ქუჩა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია ბანგკოკის. წავედით ახლა უკვე მალე მივალ ამ უბანში რა და დანარჩენს უკვე თქვენი თვალით ნახავთ. ამ ბაზარ უბანში რა დაახლოებით ცხოვრობს და მუშაობს 100,000 ადამიანი. თუ ცხოვრებით რომ 100,000 ადამიანი ცხოვრობს, ეგ უნდა ხეგ ინფორმაცია და დიდი ნაწილი ალბათ ამავე ბაზარში მუშაობს. ერთი ესეთი პატარა ქალაქია თვითონ ქალაქში. როგორც ყოველთვის არც ერთი ტურისტი ამ ადგილას. აქ მხოლოდ მე და თქვენ ვართ. აი ესე მოდის პირდაპირ ქუჩაში. არ ვიცი რა არის კანალიზაცია თუ რა არის, მაგრამ ეს ქუჩაში პირდაპირ მოდის და ყარს. ესეთი მძიმე სუნი ჯერ ბანგკოკში მე არ მიგრძნია. ინდოეთი გამახსენდა. აი ეს გასუფთავებული ნარჩენები რაც არის, მე რეცხავენ პირდაპირ ქუჩაში და ისეთი სუნი დგას ახლა აქ მოი ძალიან ძნელია სუნთქვა. პირველად მოხდი ახლა ბანგკოკში ისეთ ადგილზე, სადაც სხვა ტურისტები არ არიან. მოდით ახლა დავყვეთ აბა აქეთ მხარეს და აქ ვნახოთ რა ხდება. ბოსტნეული, ხორცი, რამდენი ქათამია ნახეთ. დაახლოებით 7-8 ლარი ღირს ქათამი. ფეხები 6 ლარი დაახლოებით. თევზი. კობრი არის მომგონი, ხო? 5 ლარი. გაყავით ფასები 10-ზე და მიიღებთ შესაბამის ლარს. ეს ხო გასუფთავებულია. ახლა ცოცხლებია. აი ბავშვი ერთობა. მოდით აქაც ცოცხალი თევზი. აი რამდენი ცოცხალი თევზია. ოპო. ჩემ და გასაკვირად ბაზრის ამ ნაწილში, სადაც თევზი და ხორცი ეყიდება, არ არის ცუდი სუნი, მძიმე სუნი არ არის რა. კრევეტები 13 ლარი, 18, 20, ის სადღაც 9 ლარი დაახლოებით. ძალიან ბევრი თევზის არჩევანია რა. კი ყიდა ეხა კაცი თევზს, მაგრამ აბა სასტუმროში როგორ მოვამზადოთ, თორე ისე გემრიელად გამოიყურება ახლა ეს თევზი, რომ სიამოვნებით ეყიდა ადამიანები. აი ესენს 8 ფეხები. ნუ ზოგადად ზღვის პროდუქტები რა. აქედან რომ შეიძლებაოდეს წამოღება, ბევრს წამოვიღებდი ძალიან. ნუ ქათამი ისე გავიჭედეთ. ამოგოდრეთ. ხურის ფეხი. აი ეს ნაწილი არის ბაზრის, სადაც ძალიან ცუდი სუნია რა. მე ვფიქრობ აი ამის გამო. აი ამ კანალიზაციის გამო აი აქ. წეგან გამოვიარეთ აი ეს ადგილი. თორე ისე მაინც და მაინც არ არის დაბინძურებული. წამოდით ახლა იქით გადავიდეთ. ეს ნაწილი უკვე დაახლოებით ნახე და ახლა იქით გადავიდეთ, იქით ნახოთ რა ხდება. რამდენ ადამიანს აძლევს ახლა ეს ბაზარი სამუშაო ადგილს, საარსებო შემოსავალს რა. მოდით აბა ეს ნახოთ რა არის. ჩურჩხელას რო გავს. Hello. Fish? Fish, yeah. Thank you. თევზი ყოფილა. ნედლი თევზი. ბაზრით არ ვაპირებ, ახლა დიდხანს თავი შეგაწყინოთ რა. თუ რამე საინტერესოს ვნახავ კიდე ბაზარში გაჩვენებთ. თორე ძირითადად მაინტერესებს თვითონ აი დასახლებული ადგილები, სადაც ბევრი სახლია ადგილობრივების. აი აქაც ზევით სახლები, ხვევით სავაჭრო ობიექტები. ესეთი ძალიან დიდი ბაზარია რა. ეხლა სიმართლე გითხრათ, ვერ ხვდები ზუსტად სადაო. სადაც გავდივარ, აი ესეთი გზაჯვარედინია. და მე ისევ სადღაც შიგნით ვიკარგები. აი 2 წუთში ბაზრიდან გამოდიხართ აი ეს ადგილზე. აი ამ არხსაც საკმაოდ მძიმე სუნი აქვს. ნახეთ როგორი ჭუჭყიანია ეხა არ ვიცი რამდენად ჩანს სიმართლე გითხრათ. აი ესეთი თანამედროვე უბანი წინ და აი ქვე გვაქვს აი ეს ბაზარი, აი ნახეთ აი ეს. აი თავის დასახლებით. ნახეთ უბრალოდ აი აქ რა ხდება ნახეთ. აი ყველაფერი მთელი ნარჩენები ბაზრის ჩადის აი ამ არხში. არ ვიცი ახლა იქ თუ არის შესასვლელი, ერთი უნდა ვნახო, აი ესე თუ შემიძლია შესვლა რომ ბაზრის დახლებს აუწდე და ისე შევიდე. ამოდით აბა ვნახოთ. აი თუ არ არის, მაგრამ არ ვიცი აქ Can I go? Yeah. აქ თევზის საწყობები ან რამე ეგეთია. აი აქ ცხოვრობენ ახლა ადამიანები, ნახე? აი ტელევიზორი აქვს რაღაცას და აქ ცხოვრობს. მაგარი ადგილია. Hello.
აი ეს ხა იმ სანაპიროს, იმ არხის სანაპიროს მიუყვები, აი ნახეთ. აი აქ არის აი ეს არხი. მე ვარ ხა იმ ადგილზე, რომელიც გაჩვენეთ ხიდიდან. წამოდით ახლა მეორე ხიდისკენ წავიდეთ. სად გავალთ ნახოთ. Hello. How are you? ეს იმ ქათმებს არ გავს საბრძოლო ქათმები რო არია? თორე ახლა კამერა არ შემიჭამოს. აი აქაც ეგენი არიან, აი. რამდენადაც მახსოვს ტაილანდში აკრძალეს ეს ქათმების მამლების ბრძოლა. მაგრამ დაკონებული ვარ რომ არაოფიციალურად მაინც იმართება. ჩემი აზრით მაგ ქათმებს მაგის გამოყიდნენ, ან რავი არ ყიდნენ და უბრალოდ თავიანთის ყავდათ. წამოდით ახლა ამ ხიდზე გადავიდეთ. Hello. აი ეს ხიდია, ახლა იქიდან გაჩვენეთ, მოიცა იმ ხიდსაც დაგანახეთ. წეგან ვიყავით აი იმ ხიდზე რა, აქეთ რო დაგანახეთ ეს მხარე. ახლა ესე არხის პირას როგორ არის დასახლება. და იქეთ ესე მიყვება მთლიანად. ცოდეთ აი იქიდან გაჩვენებთ უკეთესად. აი და ესე ხალხი პირდაპირ სახლებიდან ისვრის ნაგავს და ყრიან არხში. ალბათ ნაგვის ურნები არ აქვთ, თორე არ მგონია რომ ეხალისებოდეთ. აქ ჩაყრა ან არ ვიცი რავი. სამწუხარო რომ ესეთ სუნში უწევთ ცხოვრება. თვითონ ეცხოვრობენ რა ამ სუნში, თორე სხვას არავის არ აწუხებენ და რა თქმა უნდა ბუნებას აზიანებენ, მაგრამ თვითონაც ზიანდებიან და არ ვიცი რატო აკეთებენ ამას. წავედით ახლა და სხვა ნაწილების დავათვალიერებთ. რო შემოდიხარ ახლა ეს ადგილებზე, არავინ არ გეუბნება რომ აი ნუ იღებ კამერით ან იქ ნუ შედიხარ ან აქ ნუ შედიხარ. ერთადერთი ახლა ამას რაც მინუსი აქვს, არის ეს დაბინძურება რა. თორე ისე ძალიან საინტერესო ადგილია. მე პირადად ახლა ესეთი ადგილები ბევრად მირჩევნია, ესე მასიურ ტურისტულ ადგილებს. ევროპელი ტურისტები მე აქ არ დამინახავს რა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ აი მე მაგარი ვარ და ეს ადგილებზე დავდივარ, სადაც ევროპელები არ დადიან. არა, უბრალოდ აი ესეთი ადგილები მე ინარჩუნებს თავის სახეს რა. სადაც ტურიზმი ჩნდება, მე იქ ინფრასტრუქტურაც უკვე სხვანაირად ეწყობა. სხვათა შორის ან ცუდად ჩაცმული ხალხი ან რამე ეგრე არ დადის. აი ესეთი მოწესრიგებული, შედარებით მოწესრიგებული მაღაზიებიც ხდება უკვე. მაგრამ ეს უკვე უფრო საცხოვრებელი კვარტალია, ვიდრე ბაზრის ნაწილი. ესე ვთქვათ, ბაზრის გარეუბანია. არ ვიცი ახლა შიგნიდან როგორ გამოიყურება ეს სახლები, მაგრამ გარედან რამდენიმეს ეთყობა, რომ კარგად აქვთ შევლებული ხელი და შეღებილიც არის, ფანჯრებიც შედარებით ახალია. თუმცა დიდი ნაწილი მაინც არც ისე კარგ მდგომარეობაში. წინა სახლი ნახეთ როგორი ლამაზია და როგორი განსხვავებულია თანამედროვე ბანგკოკისგან. წინ პატარა სალოცავიც აქვთ. ბავშვები კამერას რო ხედავენ, იწყებენ ცელქობას მერე. აქეთ ჩიხია. წამოდით აბა აქეთ ვნახოთ რა ხდება, აქეთ რაღაც გასასვლელივით დავლანდე. აქ ხომ ესმის, აქ არც მოვა ევროპელი რა, აქ ეხა შეიძლება რამემ შემჭამოს. აქ ესეთი პატარა რესტორანია. ვახშინო, ხელა კატაიყო გული გამისკდა. აი ესე ცხოვრობს. მოდი ესე დაუძახოთ ბაზრის ხალხი. ხალხი რომელიც ბაზართან ცხოვრობს. აი ნახეთ ახლა უბრალოდ ხალხო სადავარ. აი ეს ახლა ჩაოლებრივი სახლია. აი ეს ეზოა. აი ეს გაყვანილობები როგორც ყოველთვის. ეს უკვე სახლია. Hello, how are you? Sir. ეს უკვე თვითონ შიგნით სახლია. აი ესე გავყვეთ ახლა დენის ხაზებს და სადმე გაგვიყვანს. ვინ კაცმა მითხრა ესე პირდაპირ წადიო და გახვალო. ნახეთ როგორი ჯურხმულია აქ, ნახეთ. აი ელოდებოდით ესეთ ადგილებს ბანგკოკში. მე სიმართლე გითხრათ არ ველოდებოდი. რომ ნახულობდი ვიდეოებს ან რომ ნახულობდი ვიდეოებს ან Google-ში სურათებს. Hello. ესეთი ნახდათ არ წარმომედგინა ბანგკოკი. აქეთ არ შეიძლება. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რომ აქ იყოთ მარტო. ნუ არც არ არის რა საერთოდ არ არის საშიში. არ ვამბობ იმას რომ მარტო გოგო წამოვიდეს და ხა ისე იბოდიალოს როგორც მე დავდივარ. ეს ბატონი გამოვატაროთ. მაგრამ აი დღე თუ შემოვა
მით უმეტეს მამაკაცი თუ შემოვა ეხა ამ უბანში, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ არაფერს არ გეუნებათ. ეს სახლი დამწვარა. დამწუხარეთ. ესეც დამწვარა. განარჩენი სახლები როგორ გადარჩა, აი გარი გასაკვირი. Hello. ძალიან პატარა სახლები, ეხა ვერ გავაგებინებ, რომ გაჩვენოთ, თორე სიამოვნებით გაჩვენებდით შიგნით როგორ ცხოვრობენ. აი მეგობრებო, ესე სადილობს, ეხა სადილობს რა ვახშმობს ადგილობრივი ოჯახი. აი ესეთი პატარა სახლი აქვთ, აი. არაფერი დიდი განსაკუთრებული, მაგრამ სუფთაა. Thank you so much. აი ესეთი კარგი ხალხია რა. მე კი ახლა არ ვიქცევი მაინც და მაინც კარგად და ესე ადამიანები ჭამენ და შევუვარდი. ლამის სახში შევუვარდი, მაგრამ აი ნახეთ ახლა ესეთი სახლია, აი. ისე რო წერს წინ ტელევიზორთან. აი ეგ ექნებათ ახლა საძინებლები რა, მაღლა. ყვევით მისაღები და ანუ მთელ დღეს ალბათ ატარებენ ამ მისაღებში, თან ვაჭრობენ, ან მუშაობენ სადმე აქ. დანომრელიც არის სახლები. Thank you. და გამოვედით ისევ ერთ-ერთ ალბათ მთავარ გამზირზე. აი აქედან კი ეს ბანგკოკი უკვე აღარ გავს. იმ ბანგკოკს რომელიც ახლა გაჩვენეთ. აი ესეთია გარეთ ცხოვრება. მოკლედ გავარკვევ ახლა სადავარ, თორე ისე დავიკარგე რომ თორე მე მგონი დავიკარგე და ეხა აღარ ვიცი ზუსტად სადავარ და გავარკვევ სადავარ და მე ახალი ნაწილი ვნახოთ. Hello. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოგზაურობებში მეც ესე სულელივით ღიმილს მივეჩვიე და მე მგონი ადგილობრივებს მაინც და მაინც დაწყობილი არ გონი ვარ ესე ყოველ 30 წამში ერთხელ რო ვიღიმე. მოდი აბა ერთხელ კიდე გაჩვენოთ ეს ადგილი. აი კიდე ერთხელ გაჩვენებთ ახლა მეორე მხრიდან ამ ადგილს. ნახეთ აქ რა ხდება. შევეცდები ესე ახლო კადრით გაჩვენოთ ახლა მთელი ეს არხი. აი ნახეთ აქ როგორი დასახლება გვაქვს. აი ეს არის ახლა დასახლება, სადაც ვიყავ. აი ეს პატარა სახლები რო ჩავსწავლეთ. და მიწის ზედა გადასასვლელია და ნახეთ აქედა როგორი ხედი არის. სათამრჯენები, თანამედროვე შენობები. თანამედროვე ქალაქი რა. ინგლისური ძალიან ცოტა მიცის, ან თუ იცის ისიც ძალიან რამოდენიმე სიტყვა, ამიტომაც სამწუხაროდ არ გამომდის ადგილობრივებთან კონტაქტი. კარგი, წავედით, გავაგრძელებ ახლა ისევ სეირნობას და მე ავიდეთ უკვე და ვნახოთ ეგრეთ წოდებული წითელი ფარნების ქუჩა. აი ეს სახლებზე რაც შევამჩნიე რა, მეორე მესამე სართულზედაც აქვთ გისოსები. მე ეჭვება ახლა ეს იყოს როგორც ინდოეთში მაიმუნებისგან თავდასაცავად. ალბათ აქ უფრო ადამიანებისგან თავდასაცავად არის. მაგრამ არის სახლები, რომლებსაც არ აქვთ. ეს ელექტროგადამცემი ხაზები აქაც როგორც ჩანს მოდაშია. ჩვენთანაც ესეა რა, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ესე მთლად ახლართულიც არ არის. აი ამ მოლის უკან არის ღარიბთა უბანი, რომელიც გაჩვენეთ. დაახლოებით აქედან იქნება 200 მეტრი, მეტი არა. წარმოიდგინეთ ახლა ის ხალხი რაზე ფიქრობს. და ეს ხალხი რაზე ფიქრობს აქ რო ვარჯიშობს. ეს უკვე ბანგკოკის აი ამ ნაწილის, ამ აღმოსავლეთ ნაწილის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა. თავის რესტორნებით, ესე თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სათამრჯენებით. აქ ყველაფერი ისეა ხა როგორც თანამედროვე ქალაქში უნდა იყოს. ხო, ეს ღობე ვერ მივხვდი ეს ღობე რატო აქ. ალბათ პარკინგის გამო არ ვიცი. გამოდით ახლა ამ ღობესთან ღობეს შემოვუარეთ და აი ეს მთელი დღე ასუფთავებენ ქალაქს. 90% უბნებში სადაც დავდივარ, აი ესე ასუფთავებენ ქალაქს. მთელი დღე დილიდან საღამომდე. სულ მხვდებიან ადამიანები, ვინც ესე ასუფთავებს ან თავის დახლის წინ, ან მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის ხალხი. წამოდით აბა ავიაროთ და ვნახოთ რა ხდება ან თანამედროვე უბანში. აი კიდევ ვერ ვეშვები ახლა იმაზე ფიქრს, რომ რამდენიმე ასეული მეტრი გვაშორებს იმ უბანს, რომელიც ახლა გაჩვენეთ და აი აქ ნახეთ ახლა ხალხი როგორ ცხოვრობს და ისევ გაიხსენეთ ის უბანი, სადაც ვიყავით რამდენიმე წუთის წინ. აი გზევით სპორტული დარბაზია, ხალხი ვარჯიშობს. აი არ ვიცი რაღაც სპორტული მანქანაა. ესეთი ტიპიური აზიური ქალაქია თავისი კონტრასტებით.
ჯურმულებიდან უცებ აღმოჩნდები აი ესეთ თანამედროვე ქალაქში. ნუ აქ საერთოდ სხვაგან წყობაა, ეხლა საერთოდ სხვა ატმოსფეროა. ნახეთ მანქანებსაც შეხედეთ. საკმაოდ ძვირიანი მანქანები, აი მაგალითად აი ეს ეხლა. ნუ ძვირიანი მანქანები საქართველოშიც არ გვიკვირს, მაგრამ აი იმ უბნის შემდეგ რომელი უბანიც გაჩვენეთ, უკვე დიდი კონტრასტია აქეთ. როგორც ჩანს, აქ საკმაოდ პოპულარულია ალკოჰოლი. იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ხედავ ნასვამს, ან ესე ქუჩაში სვამდეს. ალკოჰოლი დაახლოებით ღირს იგივე რაც ჩვენთან საქართველოში. ასე რომ ძვირი არ არის. აშკარად ახალი უბანია. აი ეს ზევით რაც გადის, ეს არის მეტროს ხაზი. და ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ბანგკოკის გარეუბნის. ადგილობრივებიც ბევრი არიან. თან ისეთი ეთყობათ, რომ გაჭირვებულები არ უნდა იყვნენ. ევროპელებიც ბევრი არიან. აი ესე ყველა აქ შეირნობს. აი ეგეთ პარკია. ესე უკომენტაროდ დაათვალიერეთ ახლა ეს თანამედროვე ახალი უბანი. ნახეთ რა კარგი პარკია აქ. მოსასვენებლად მით უმეტეს ისეთ სიცხეში როგორც ბანგკოკში იცის. წესით რამე ღამის კლუბი უნდა იყოს იქ მაღლა. ისე ანათებს, რომ აშკარად ჩვეულებრივი რესტორანი არ უნდა იყოს. ეს ყველა გამოპრანჭული დადის, თუმცა აი აქვეა, აი ჩემ წინ ახლა ხედავთ ალბათ ეს უსახკარო ადამიანები არიან ალბათ. სადაც მე ვრჩები იმ უბანსა და აი ამ უბანს შორის, ეხლა ძალიან დიდი განსხვავებაა. იქ ორსამსართულიანი სახლებია, საკმაოდ ახლები, მაგრამ არა მდიდრული. აქ ეთყობა, რომ სოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდის ხალხი და არ ვიცი, ალბათ მოგზაურობენ, ან შეიძლება ზოგი ცხოვრობს კიდეც. ინტერნაციონალური უბანია. საოცარი ხალხია რა. იქით მეორე მხარეს მინდა ეხლა გადასვლა, მაგრამ ჯერჯერობით, იქ არის გადასასვლელი. წამოგადავიდეთ ახლა მეორე მხარეს. აი ეს არის ახლა ის ქუჩა, რომელიც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა. მოდით აი ჩავიდეთ დაბლა, ჯერ ეს დაბლა ვნახოთ რა ხდება. ერთად დავათვალიეროთ და ნახეთ აბა ღირს თუ არა მე მოსვლა, როდესაც იქნებით ბანგკოკში. ნუ აქედანვე ჩანს ახლა რომ ბევრი ბარია და აქეთ ქვევით არაფერი ესეთი არ ხდება. ამოდით ზევით ავყეთ. აქ თუ აქვთ და ტაილანდში აი ტუკტუკების ხმაზე ჯარიმა, როგორც ჩვენთან აქვთ. მაგრამ მეეჭობა ისე ხმაურობენ ეს ტუკტუკები, რომ აი კიდე ერთი. აქაც ბევრი ბარია. სავსეა ბარებით და გოგოებით. ნუ მე ვფიქრობ, იმიტოა ეს ქუჩა ესეთი ცნობილი, რომ ტურისტებს შორის რა, რომ შედარებით წყნარია ვიდრე ის, რომელიც გაჩვენეთ გუშინ საღამოს. იქ თქვენ თვითონაც ნახეთ რა ხდებოდა რა. აქ აი ესეთი უფრო რესტორნები, პაბები, იქ საფეხმავლო ქუჩა იყო მარტო და წინა ვიდეოში ნახავდით იმ გუშინდელ ადგილს. ჯერჯერობით არ მომწონს, რა. ისეთი არაფერი არ ხდება ამ ქუჩაზე. ავიდეთ აბა ზევით და ზევით ნახოთ რა ხდება. აი ესეთი ქუჩა, ეს ჩვენი წითელი ფანრების ქუჩა. ძირითადად აქ ხა არის ბარები, რესტორნები, აი ესე რაღაც ტელევიზორში რო ჩინეთი მინახავს, იმას გავს. აი ბევრი რეკლამით და ასე შემდეგ. გარეთ დგანან გოგოები, გეპატიჟებიან შიგნის ასმელზე და სავსეა ევროპელი ტურისტებით. აბა ნახოთ რა ხდება აქ. ევროპელი ახალგაზრდებიც ბევრი არიან. აი აქ ევროპელი ტურისტები, რომელსაც ალყა შემოარტყეს ადგილობრივებმა. მარტო გოგოები და ასაკოვანი მამაკაცები. დავიჯერო ხე ესენი აქ ლუდის დასალევად არიან. აი ესეთი იყო ჩემო მეგობრებო, ეს ეგრეთ წოდებული წითელი ფანრების ქუჩა. წითელი ლამპიონების თუ რა ვერაც ხია რა. ეს ქუჩა უფრო გავდა საფულე მაჩვენე. აი გარემო იყო ეგეთი, რომ მოსიარულე საფულე ხარ რა. ამით მოვჩეთ დღევანდელ ბანგკოკს.